გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალის თემა ცხრიანის სტუმრები ალეკო ელისაშვილი და ირაკლი აბუსაძე თბილისის მერი, ასევე ალეკო არის თბილისის საკრებულოს უკვე არჩეული დამოუკიდებელი დეპუტატი. საღამოშიდობისა ბატონებო. თბილისის ვიცე-მერი უკაცრავად. ალეკო, თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ City Park-ზე კრიტიკულ კონტექსტში. ის რაც დღეს ითქვა საგამოძიებო უწყების მიერ. თქვენ იცოდით თუ ეს იყო სიახლე? არა, დეტალები არ ვიცოდი ნამდვილად, მაგრამ ხელის გულზე დევს და პირდაპირ ჩანს აშკარად ყვირის ყველაფერი ამ კომპანიასთან დაკავშირებული, რომ თბილისის მერიასა, მერს გიგი უგულავასა და ამ კომპანიას შორის იყო გარკვეული კორუფციული ურთიერთობები, ეს პირდაპირ ყვირის ვინაიდან ამ ხნის განმავლობაში არავინ არ იცოდა კონტრაქტი რა იყო გაფორმებული კონკრეტული პირობებით, ნაწილი ამ კონტრაქტის საერთოდ გასაიდუმლოებულია დღემდე. შემდეგ ინფორმაცია მოდიოდა, რომ დრო ხდებოდა ამ პირობების შეცვლა და გადახედვა კონტრაქტის. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, დახურული იყო ეს ყველაფერი, ხელმისაწვდომი არ იყო და თუნდაც ის ფაქტი, რომ 7 წლის განმავლობაში ამ კომპანიასა და მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთობა იყო დახურული და გასაიდუმლოებული, უკვე ბევრ რამეზე მიუთითებს. და არის მეორე ყველაზე და თუმცა ეს არის დეტალები, რომელიც გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, მე ამაზე წვდომა არ მაქვს, მაგრამ არის მეორე ქალაქს რაც შეეხება და ამ კომპანიას რაც შეეხება. მთავარი რისთვისაც ეს კომპანია შემოვიდა, რისთვისაც მონოპოლია გადაეცა ქალაქში პარკირების, არის ის, რომ ის იყო, რომ უნდა მოწესრიგებული იყო პარკინგის სისტემა და ამის ნაცვლად ეს კომპანია არის მძღოლების ძარცვით დაკავებული და შედეგი გვაქვს ის, რომ 2 კასრის აღებავი იყიდეს და ტროტუარები დაახაზეს. ამას გააკეთებდა ნებისმიერი ადამიანი, 5 კაციანი ჯგუფი, რა თუნდა ამას კომპანია City Park-ი და რა თუნდა ამას 50 ლარიანი გადასახადი. ფაქტია, რომ შედეგი გვაქვს სავალალო, ქალაქში პარკინგი არ მოწესრიგდა, ამ კომპანიამ დახარჯა მხოლოდ და მხოლოდ საღებავში ფული და არის მოტივირებული ერთადერთი რამით, რომ ვინმე იმასქნას, რა ქვია, წაართვან მანქანა და გააქციონ, გამოუწერონ ჯარიმა, გადაიყვანონ სადგომზე და ასე შემდეგ. ქალაქში პარკინგი ვერ მოწესრიგდა და აშკარად დახურული იყო ყველაფერი ამ კომპანიასთან. ალეკო, დაგიბრუნდებით, მოდი ირაკლი ჩავთოთ ამ საუბარში. თქვენ იყავით და დღემდე ხართ ვიცე-მერი და გიგი უგულავას მოადგილედ ბრძანდებოდით. ირაკლი, 7 წლის განმავლობაში დახურული კონტრაქტი. ასევე ის ბრალი, რომელიც დღეს დედაქალაქის ყოფილ მერს წარუდგინეს. ასევე ის ჩივილები, რომელსაც ახლა ალეკო ელისაშვილი აჟღერებს ამ ეთერში და ის არჩეულია საკმაოდ დიდი ცენტრალური უბნის მიერ. ანუ ეს მოქალაქეების ჩივილია. რა გაქვთ თქვენ ამაზე საპასუხო? მოგესალმებით პირველ რიგში. მე პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ მართლაც ნაკლები ინფორმაციის არსებობა City Park-ის ფუნქციონირების შესახებ და პარკირების სფეროში გატარებული ღონისძიებების შესახებ იწვევდა წლების განმავლობაში იმას, რომ ადამიანები, რომლებიც არ იცნობენ ამ სფეროს, არ იციან რა კეთდება ამ სფეროში და რა მიზნები ჰქონდა ამ ხელშეკრულებას, აკეთებენ მრავალგვარ განცხადებას, რომელსაც სამწუხაროდ სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. მათ შორის ბატონი ალეკოს მიერ გაკეთებული განცხადება მეტწილად არ იყო მართალი და გეტყვით რა თვალსაზრისით. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ City Park-ი ეს არის კომპანია, რომელსაც ქალაქში გადაეცა ქუჩაზე პარკირების მართვის სისტემა, მხოლოდ და მხოლოდ მას არაფერი არ უნდა შეექმნა, არაფერი არ უნდა აეშენებინა, მას გადაეცა ქალაქში ქუჩაზე მანქანების გაჩერების მოწესრიგების თემა, მათ შორის თუნდაც საგზაო მონიშნების გაკეთების თემა, საგზაო ნიშნების დაყენების თემა და კონტროლი მასზეც, რომ მძღოლებმა დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები, დაიცვან პარკირების წესები, რაც საბოლოო ჯამში საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი კომპონენტია და ქალაქის მათ შორის საცობებისგან გაწმენდის თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ ქალაქში მოწესრიგებული იყოს ქუჩაზე პარკირება. თუმცა ქუჩაზე პარკირება ეს არის ძალიან მცირე მთლიანი პარკირების სფეროს თვალსაზრისით, ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ არის დედაქალაქში პარკირების პრობლემის მოგვარებისთვის და შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, პარკირების სახლების აშენება და პარკირების ადგილების კიდევ უფრო მეტად გაზრდა. ირაკლი, აი შემდგომი ნაბიჯი რატომ არ დადგა გიგი უგულავას მერობის დროს? რა უშლიდა ხერს 7 წლის განმავლობაში ამ კომპანიას, რომ განევითარებინა თავისი სამუშაოები დედაქალაქში? ამ კომპანიის ვალდებულებას, ბატონინო, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, ხელშეკრულებით არ წარმოადგენდა
არაფრის განვითარება გვაჩვენეთ ხელშეკრულებას გატარება ის კვლავ ქალაქის ხელშეკრულება გვაჩვენეთ კომპანიას ევალება პარკირების მხოლოდ იმ სისტემების მართვა რაც მას ქალაქმა გადაცა და ამ შემთხვევაში მას ჰქონდა გადაცემული ქალაქს ქუჩებზე on street ეგრეთ წოდებული ასე ვთქვათ პარკირების სფეროს მართვა რომელსაც ეს კომპანია ახორციელებს აქვე მე მინდა ხაზი გაუსვა ეს ბატონ ალეკოს არ უხსენებია მაგრამ ვრცელდებოდა კოლოსალურ თანხებზე ინფორმაციები რომელსაც ავრცელებენ მათ შორის ხელისუფლების და საკრებულოს წევრები რომელიც ნამდვილად გასაკვირია რომელიც არანაირ შეხებაში არ არის ამ სფეროში არსებულ ფულის მასასთან და ის გაცილებით 4ჯერ და 5ჯერ და მეჯერ ნაკლებია რეალური თანხები ვიდრე ისინი ამაზე საუბრობენ ამას ვიადასტურებს ალბათ მე ამაზე ოდნავ ცლად მომეცემა საშუალება საუბრის დღეს ფინანსთა სამისოს საგამოძიებო სამსახურის მიერ თბილისის მერისთვის წარდგენილი ბრალი რომლებიც 7 წლის განმავლობაში 1 მილიონი ლარის გაფლანგვას თითქოს რაღაც სახაზინო კოდის შეცდომის ჩაწერასთან დაკავშირებით ედავებიან და მეც არაფერს სფეროში სადაც საუბრობდნენ რომ წლის განმავლობაში ათეულობით მილიონი ლარის გაფლანგვა და მოყარება 1 მილიონი ცოტა აბატონო ირაკლი თქვენ ამის მაგნება ასე ვთქვათ კავშირის სიმართლესთან და სინამდვილესთან არ აქვს და ამას ვიადასტურებ რამდენიმე თვის განმავლობაში იმდინარე წვალება ამას გამოძიებას ვერ დავართვებ წვალება საგამოძიებო სამსახურში რომლებიც საბოლოო ჯამში იძულებულები გახდნენ არჩევნების მეორე ტურის წინ ამორჩევლის გულის მოგების მიზნით City Park-თან დაკავშირებით რაღაც ბრალი მაინც წაეყენებინათ მერ გიორგი უგულავასთვის რომელსაც ძალიან მოკლედ აუხსნით რატომ არის აბსურდი სამართლებრივი თვალსაზრისით ედავებოდე ადამიანს იურიდიულად გაუმართავი კანონთან შეუსაბამო ბრძანების გამოცემას როდესაც ამ ბრძანებაზე სამართლებრივი დასკვნა ანუ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე დასკვნა გაკეთებული აქვს იუსტიციის სამინისტროს და დადასტურებული აქვს რომ ის არის კანონთან შესაბამისი ნამდვილად დამეთანხმებით რომ არის აბსურდული მადლობთ ალეკოს მინდა დაუბრუნდეთ ყველაფერი ადასტურებს რომ ეს არის კიდევ ერთი წინასაარჩევნო ტრუკი და წინასაარჩევნო კამპანია რომელსაც სამწუხაროდ ფინანსთა სამისოს საგამოძიებო სამსახური აწარმოებს ნაცვლად დავით ნარმანიას მადლობა ალეკო წინასაარჩევნო ტრუკი ასე მონათლა და ასეთი აღქმა აქვს იმ გუნდს რომლის წარმომადგენელიც არის გიგი უგულავა თქვენ გამორიცხავთ ამ დეტალს უკვე პოლიტიკაში ხართ უკვე არჩეული დეპუტატი ხართ მე ქალაქის ინტერესებიდან შემიძლია გამოვიდე და ვთქვა ახლა ბატონი ირაკლი ოსტატურად ირიდებდა რაღაცებს რას ვქო ქუჩაში პარკირების აბა ხეზე და წყალქვეშ პარკირების სისტემა მე არ გამიგია პარკირება არის პარკირება ქალაქში უნდა მოწესრიგებულიყო პარკირება და ამის ნაცვლად ისევ დგანან სტაიანშიკები და ამ კომპანიამ მხოლოდ ფული ჩადო ორ კაცს აღებავში რომელიცაც დახაზა და ამას გააკეთებდა ნებისმიერი ადამიანი რა თქმა უნდა ამას City Park-ი 400,000 მანქანა რო დადის და 50 ლარს ყოველ წელიწადს იხდის მარტო მოსაკრებლის სახით ეს როგორი კალკულაციაა გამოდის 20 მილიონი თუ არ გამოდის მოსაკრებლის იხდის მხოლოდ 190,000 მანქანა აქედან 50 ლარს იხდის 30,000 მანქანა. არ გინდათ თქვენ საიდან იცით ეს ამბავი? მაჩვენეთ კონტრაქტი. 7 წელი კონტრაქტი რატო ასაიდუმლოთ? საკრებულოს წევრი მოგეცემა ხო, ამდენ ხანს რატომ არ ასაჯავრებთ სხვანაირად? დღეს ტყუილს ნუიტყვით ხო, ტყუილი არ გინდა თქვენი ჭირიმეთ. თქვენ მე ტყუილზე ნუ მიმითითებთ რა. ტყუილზე და იმებზე მოკითხეთ გიგი უგულავას იქ რაღაც კორუფცია და ტყუილი და მაიმუნობები. და იმეც ვიტოვებ რომ ეს ხელისუფლება ეხლა მაინც მოაბავს თავს რომ გიგი უგულავას ბრალი დაუткиცოს. თორე უკვე ისე დადის და აქეთ ჭკუას გვარიგებს ეს კორუფციაში ჩამხშვალი ადამიანი. ხო და ერთი რამ არის საიდუმლო ალეკო რო ამბობდით რომ ხელის გულზეა ეს ყველაფერიო აი რა არის ხელის გულზე თქვენთვის დღეს ასეთი რამ ითქვა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან რომ არავის უყვარს City Park-ი როგორც ასეთი იმიტომ რომ ძირითადად ჯარიმებთან არის ასოცირებული მანქანის გადაყვანასთან საჯარიმო სადგომებზე არის ასოცირებული აი ასე ახსნეს ვთქვათ ეს უკმაყოფილება ძირითადად მართველი გუნდის წარმომადგენლებმა ნუ რაღაცა ხო უნდა ეთქვათ და კიდევ ერთხელ ვამბობ სტაიანშიკები დგანან ისევ დგანან პარკინგი მოწესრიგებული რა ეთყობა მოწესრიგებულობის უბრალოდ რომ დახაზეს ეს არის მოწესრიგება ავტოსადგომები უნდა აშენებულიყო რამდენიმე ეშელონი უნდა ყოფილიყო და არა მანახეთ ხელშეკრულება თქო გეკითხებით ხელშეკრულება მაჩვენე რაღაცას რაც არ წაგიკითხავთ მანახეთ 7 წელია მინდა ამის წაკითხვა და ვერ ვნახე გაეცნო საგამოძიებო სამსახურები შეგიძლიათ ენდოთ თუ ამ ხელს რატომ უნდა ვენდო საგამოძიებო სამსახურს მე მაჩვენეთ რა არ მაქვს უფლება გადასახადის გადამდოთ მათ ვერაფერი დანაშაულებრივი გარდა იმისა რაღაც სახაზინო კოდში და ჯარიმის განაწილების წესში იყო არ მჯერა მე თქვენი და არც ფინანსური პოლიციის მაჩვენეთ დოკუმენტ ჩემი თვალების და ჩემი უნარების მჯერა უფრო კაფიოთ და ვითხოვოთ მასზე პასუხი ვიცემერისგან რატომ არ არის ცნობილი და ღია ხელშეკრულება რატომ არის დახურული
ბატონო, საუბარი არის უცხოელ ებრაულ კომპანიაზე, ან უცხოელ ინვესტორზე, რომელიც ძალიან ხშირია და ბევრი ხელშეკრულება აქვს ასეთი მათ შორის სახელმწიფოსაც და თვითმმართველობასაც გაფორმებული, სადაც კომერციული ნაწილი ხელშეკრულების კომპანიის მოთხოვნით არის კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული, ამას ითვალისწინებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. ჩვენ არასდროს კომერციული ნაწილის გარდა ხელშეკრულება არავისგან არ დაგვიმალავს და რა ვალდებულებები ჰქონდა მათ პარკირების აშენების თუ სხვა ტიპის ამის შესახებ ცნობილი ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის უნდა იყოს, რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ სახელმწიფოში პირველ რიგში ბიუჯეტის ინტერესების და საბიუჯეტო თვალსაზრისით სახელმწიფოს არ დაზარალების მცველი ამ შემთხვევაში არის საგამოძიებო ორგანოები, რომელთაც რა თქმა უნდა შეუზღუდავი წვდომა აქვს ხელშეკრულებასთან, ისინი რამოდენიმე თვეა ამ საკითხს სწავლობენ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ და დღეს ყველა ვნახეთ თუ რა ტიპის ბრალი წაუყენეთ მერს, რომელმაც თითქოს ბრძანებაში, რომელიც მერის რამდენიმე სამსახურმა მოამზადა და იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნა გაიარა, მერმა განზრახ ჩაწერა რაღაც სახაზინო კოდის შეცდომით. უბრალოდ სასაცილოა, როდესაც ასეთი ბრალდების აყენება ხდება ისეთ თემაზე, რომელსაც ამხელა საზოგადოებრივი რეზონანსი ჰქონდა, თუმცა სწორედ იმ საზოგადოებრივი რეზონანსის გამო, რომელიც ტყუილ ინფორმაციის გავრცელების ხარჯზე აწია ხელისუფლებამ და ქართულმა ოცნებამ, ისინი იძულებულები გახდნენ. ირაკლი, ჩვენ ფინალში ვართ, ამიტომ უნდა წერტილი დავსვათ სადღაც, ამიტომ მინდა გითხოთ თქვენ კმაყოფილი ხართ როგორც ვიცემერი City Park-ის მუშაობით? რა თქმა უნდა, არის ბევრი ხარვეზი, პირველ რიგში ეს უკავშირდება მანქანების ევაკუირებას და გადაყვანას, დარღვევით დგომი მანქანების, ამაზე City Park-მა რამოდენიმეჯერ სასამართლო პროცესით წააგო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არის სისტემა იდეალური, მე თავიდანვე დავიწყე, რომ თავად City Park-ის არსებობაც კი არ არის საკმარისი მთლიანად პარკირების სფეროს. იდეალურზე არ საუბრობთ, მინიმალურ ფუნქციურ დატვირთვაზე საუბრობთ, რომ ქალაქში იყოს პარკირება მოწესრიგებული, გადამხდელებს კიდევ დამატებით ეგრეთ წოდებული სტაიანშიკებისთვის, რომლებიც შეიძლება ძალიან სასიამოვნო ადამიანები არიან, არ უხდებოდეთ კიდევ დამატებით თანხის მიცემა და ასე შემდეგ. ამაზეა საუბარი. ეს ხო მინიმუმია. რაც შეეხება ეგრეთ წოდებული სტაიანშიკების პრობლემას, ამას ვერც დღევანდელი ხელისუფლება ვერ აგვარებს და ვერ მოაგვარებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ნებაყოფლობით თავაზობენ მომსახურეობის გაწევას და თქვენს ასევე ნებაყოფლობით უხდით მათ თანხას. ამიტომ ეს არის საკმაოდ მძიმე პრობლემა, სოციალური პრობლემა, მათ შორის იმიტომ რომ ადამიანს რა თქმა უნდა არ უხარიათ ქუჩაში დგომა და ვიღაცისთვის მანქანის გამოყვანაში მიხმარება. ამიტომ ეს არ არის არანაირ კავშირში City Park-თან და ქალაქის ხელისუფლებასთან, მხოლოდ და მხოლოდ ეს ზოგადად უფრო დიდი პრობლემაა, რომელსაც ხელისუფლებას არ შეეძლო ამ პრობლემის მოგვარება. რა თქმა უნდა, მაშინ როდესაც სოციალური პრობლემის არსებობის მიუხედავად ძალიან ბევრი ბაზრობა ვთქვათ, გადაიტანეს დედაქალაქიდან ქალაქ გარეთ, ძალიან ბევრ ადამიანს მოესწროს დედაქალაქში ვაჭრობის საშუალება და შესაბამისად შემოსავალი მინიმალური. როდესაც თავისი გადაწყვეტილებები მიიღებოდა, ერთი ხაზი გაუსვათ, ეს იყო კერძო ინვესტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და არასდროს ქალაქის ხელისუფლებას არ მიუღია გადაწყვეტილება რაღაცა ბაზრის გადატანის შესახებ და ყველა ჯერზე ქალაქის ხელისუფლება თუ იყო ჩართული, ახერხებდა ყველა გარემოვაჭრე და მოვაჭრე აკმაყოფილებული იყო ახალ ბაზარში. ეს აბსოლუტურად სხვა თემაა და ვერანაირად აქ ანალოგს და პირდაპირ თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ ეს სოციალურად შეუძლებელია, რომ ამ ადამიანებს ეს უკავშირდება, ვთქვათ, ეგრეთ წოდებული სტაიანშიკების თემა, მძიმე იყო ასევე გარემოვაჭრეების თემა, უბრალოდ ეს გამახსენდა საპასუხოდ, იმიტომ რომ ამაში იყო მაშინ ჩართული დედაქალაქის ხელისუფლებაც, როდესაც ეს პრობლემები გვარდებოდა, თუმცა ეს შორს წაგვიყვანს. ალეკოს მინდა ვკითხო, დამაჯერებელია თუ არა საგამოძიებო უწყებისა ეს კონკრეტული ბრალი დედაქალაქის მერისთვის წარდგენილი იმ თემაზე, რომელზეც ის უკვე დიდი ხანია შფოთავს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა კოდი შეცვალა, რა კოდი არ შეცვალა, არ ვიცი, მე დეტალებზე წვდომა არ მაქვს. მე ერთს ვისურვებ, რომ ხელშეკრულება დროზე გახდეს ცნობილი. მეორე არის ამ კომპანიასთან კონტრაქტია სასწრაფოდ გასაწყვეტი და როგორც ახალი საკრებულო შეიკრიბება, იქ უნდა დაისვას ძალიან მკაცრად, ეს მძარცველური კომპანია გაძევდეს ქალაქიდან, გამოძიებამ ბოლომდე მივიდეს და გავიგოთ სად მიდიოდა ის თანხა, ეს შავი თანხა, რომელიც რაღაც ხრელებში ნაწილდებოდა. ჩემი აზრით უნდა აიღოს დროებით მენეჯმენტში მუნიციპალიტეტმა ეს პარკირება, იმიტომ რომ უმარტივესი არაფერი მენეჯმენტი ამას არ ჭირდება, იმიტომ რომ არაფერი სტრუქტურა არ არის შექმნილი, მხოლოდ დახაზულია ქუჩები, ამის მართვა იოლია და ახალი საერთაშორისო ტენდერი არის გამოსაცხადებელი, სადაც იქნება რეალური პირობები, სადაც უნდა გამოიკვეთოს, რომ ისეთი კომპანიები, რომლებიც ორიენტირებულები იქნებიან პარკინგის მოწესრიგებაზე და არა მარტო მძღოლების ძარცვაზე. აი ეს არის აუცილებელი და დანარჩენი მე ვნახოთ საკრებულოში. მადლობა ალიკო ელისაშვილს და დედაქალაქის ვიცემერს ირაკლი აბესაძეს, რომლებიც პასუხობდნენ ცხრიანი შეკითხვებს.